მათი გამარჯობა. გამარჯობა მათი. სანდრო გამარჯობა. გამარჯობა, თქვენ გამისანებას ჯერ ვერ შემოვერთები თქვენ. არა, თქვენ ჩავშევდებით რამე მე მინდა გითხრათ რომ მოვდივარ პირდაპირ ერევნიდან და ჩამოვიტანე საჩუქარი თქვენთვის ბატონო მათე. მე არ ვიცოდი რომ ესეთი კარგი სტომარი ვეყოლებოდა, ამიტომ ერთი საჩუქარი მაქვს სამწუხაროდ და აი ეს ახლა მინდა რომ არადა იწოდო. უსინდისო კაცია, ორი კვირა მე მესიჯება გადაცემაში მოდი. სულფური სიგარეტი, ვიცი რომ შენ დემოკრატია გიყავს, ამიტომ სიგარეტი დემოკრატია და იმედია ინსულტი დაგემართება. აი ეს შენ. გამისკდება ფილტვები, ვა? ფილტვები არა, ტვინის. ეს ხო ეს კი ბატონო. იმპაქტია ფილტვების და გულის. კი ბატონო. პირადად ფაშინიანის თქვენგან საჭირო. პირველივე ნაპასე რო დაემართ. შენ რო გონია რომ დიდი ხნის მერე. არა, ეს საოცრად გამიხარდა ახლა ბოდიში ბატონის თომა სალამ თქვენთან გადმოვარ. არა, სამხეთში ის რაღაც კლებები არა აქვთ, ხო? რაღაცა რომ უნდა იწეროს რომ ყველები დაგიგვერებას რაღაცა. არა. პირდაპირ ახალია ინსულტი. ნუ ეს მე მაგარია. ეგ გაწყობს. დავიდოვის ის Fight Club-ის ვაიბია. დავიდოვის კოლოფებს ეხატა რაღაცა ესე დაჭყეტილი თვალი და აქ ზაღვები ქონდა და ეგ თესლობა იყო. მოკლედ, დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ სანდრო ცხადაძე, რომელიც არის პოლიტბატიმრის ძმა. ეს არის ჩემი რეგალია ბოლოს ხათია. მითხარ ცნობილია. შე დედა ჩემის და მამა ჩემი აღარ არის, მაგრამ მშობლებიც ეგრე მეძახდნენო. პოლიტბატიმრის ძმა არის. კარგია. მით ამაყობდნენ. აი, დაფასტი როგორც იქნა. ძლივს რეგალია შევიძინე. მოდი ახლა ცოტა 12 წლიანი სწავლის მიღმა გადავალ და ჩართე ჩემი მიკროფონი. კი, კი. აი, შენ ის ხო ჩართულია? ყველაფერი ჩართულია. შეამოშვა შენ. კაი ბატონო. ეს იქნება ვიდეოში? კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ესეთი ის გვაქვს, რა ქვია, რომ არაფერს არ ვუმალავთ ჩვენს მაყურებელს. ან მონტაჟი არიცით. კი ბატონო. ეგრევე შეიძლება ითქვას. მაგრამ არა, სად ეგრეც არ შეიძლება ითქვას, ეხლა დღეს Minecraft-ი არ ფიგურირებს, მაგრამ ისი რამ ხელა ეს არის Minecraft-ში ჩასვლა, ტექნიკური know-how-ა. აი, ჩასმულია ხოლმე. დიახ. ხო, ეხლა მე უფრო გავართულებ მაგამ ავსავარავად. არა, აწი აღარ ჩავსვამთ. არა, ჩემს სახელზეც რო შენ ხარ Minecraft-ის როლში ახლა. იხტუნა. შენ უნდა მაყურებლის ყურადღება შევაქციო. ნებილი ადამიანი ხარ როგორც აუ, ის უნდა გქონდეს fidget spinner-ი უნდა მივცეთ სადროს, რომ ამზრიალოს და მაყურებელმა შევასრულოს. მაგით რო ვარ მოწო, ოგზა. სოცხალი Minecraft-ი როც. კარგი, მოკლედ დღეს მოდი ვისაუბროთ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც ქვია რეჟიმის რეპრესიები. ახლა ეს ძალიან მძიმე თემა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ლაითად ვისაუბროთ. შენი აზრით, რატომ დაიჭირეს შენი ძმა? ჩემი ძმა დაიჭირეს, იმიტომ რომ დასაჭერი იყო. ეს ხუმრობით, მაგრამ კაი ამოსაჭრელი იქნება იმათთვის. იმიტომ დაიჭირეს, რომ მიცარათ, აჩუქა თავისი თავი იმათ ჩემი აზრით რა. ამიტომ არ გვეკო ვის ეგონა რომ სისხლით დაიჭერდნენ ესენი ხალხსაც. რო ეთქვა დღე წელიწადი დაგიჭერთ, ალბათ ყველა უნებოდ გავიდოდით, მაგრამ 9 წელს და 6 წელს არავინ არ ფიქრობდა და მაგიტომაც იყო იქ რაღაც იმაში, რომელიც ყველა აქციაზე ხდება და და პლუს იცოდა იმ ტროლების ამბავი და მდინარაძის დიღმის სახლის ამბავი და მე ეს არ მიკითხავს მე რო გამოვალოთ მე დაველაპარაკები, მაგრამ გააჩუმეს რა. კი ბატონო, ანუ შენ ამბობ და ხალხსაც უთხრეს რომ კომედი შოუს ხელმსახიობს თუ ვიჭერთ რა. შენ რა გიზამს წალკაში მოდივართ რა. სხვათა შორის რო დაიჭირეს, მეც პირველი ეგ მქონდა რომ რაღაც რომელიღაც გადაცემაში იყო მისული და ეთყობა იქ რო რაღაც მაგაზე დაიწყო ლაპარაკი. მაშინ მე ვიყავი დაჭერილი. ამართლა? მაშინ დაჭერილი არ ვიყავი 3-4 საათი ვიყავი ფინანსურ პოლიციაში, თუმცა ჩემს მსახურში შემოვარდნენ, რომელიც დავითაშვილის შემოყვანილი იყო აწარმოეს საქართველოში პროგრამით და არის 1993 წელს დაარსებული ამერიკული მეგა კომპანია, რომელიც 9 მილიარდი დოლარის მოგებაზე გავიდა წელს. ანუ რასაც ამბობ, ხე Deep State-ის კომპანია გამოდის. Deep State. Deep State-ის კომპანია. ანუ ესე იგი მე გერმანული ბაზ Tiefe Staat. თუ გაინტერესებთ Tiefe Staat. ანუ Deep State-თან ერთად ნაცისტის ყოფილ ხარ მაშინ ეგრე გამოდის. რადგან ჰიტლერი მევასება. რადგან Minecraft-ი მახატია ტანზე. და არა მარტო ტვინზე წამოდიხოდნენ. გადახსნილი. არა, ნაცისტი არა, მაგრამ მე აკავშირდეთ, სისტემი არა ვარ და აღარ გვინდა მეტი. ლევაკები შორს ვარ რა. შენ ვითხარ, ანუ ესე იგი რასაც შენ ამბობ, ხა შენი აზრით, ანუ ხა ის რასაც წარადგენენ სასამართლოში არის ის, რომ იგი გაუბრალოდ და ჩანდა. ბოძის რო და პარლამენტის პირდაპირ პროკურორის სიტყვები იყო, რომ ბოძს ონის წელზე ბოძის რო და პარლამენტის. მაგრამ ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ტროლებთან რაღაცები იცოდა ტროლებთან აკავშირებით. ბევრი არის ასოჟე ნიკაკაც დიდი ხნის აქტივისტები ვინც არიან.
აქტიურად ჩართულები რაღაცები, ყველა ეგეთ დამიზნებით. ან ყავთ საერთოდ ახლები დაჭერილი, რომ ახალი თაობა არ წამოვიდეს, გამოცდილი აქტივისტების რა. ეს ანუ კარგი გადაარჩინათ, მე მაგაზინო ყოველთვის ვაქებ ხოცებს, რომ მაგ დაჭერება გადაარჩინათ, ეგენი მეტმა ვერაფერი ვაიმე დეკემბრის პირველ დღეებში, თუ ხალხი არც ზალადობაზე გაჩერებულა, არც ემაზე, არ ტყებად, არ ტიტუშკებს არაფერზე, დაჭერა ნაგვენამე თან სისხლით რო აუცელებდნენ უკვე და 4 და 6 წელი იმეორებდნენ იმას უკვე. თან ძალიან სპონტანურად იყო ერთ დღეს უცებ ჩამოუარეს ყველას და ის იყო რა. 7 რიცხვამდე 7 დეკემბრამდე დაიჭირეს ნახევარი, ვინც დაჭერილები არიან, ნახევარი 90%. არა 7-ში წავედი მე ამერიკაში. საერთოდ ოილია დაჭერება, ხო? შენი გაკეთებული იყო. ორჩი აქ ხალხი დავიჭირე წავედი. CIA-ში. ნუ მოკლედ მე ესე მგონია, რომ ეგ ყველაფერი კი, მაგრამ თავარი მამოძრავებელი რის გამოც ონისეს ესე შეუტიეს იყო ის, რომ სკოლებში ჩამოიარა და იქ ბავშვებს ემართებოდა. ეგ აჩუქა ეგ ეპიზოდი სკოლა იყო ჩვენ თერჯოლის თერჯოლის პირველი სკოლა მე ჩვენ დავამთავრეთ. არის 4 წელია რემონტში. ანუ უკრაინაში არ მიდის ომი მაგდენი ხალხი. ხო, ეგ უნდა დაახატო რა, არა ომს უნდა დაახატო. ოღონდების უკვე აირჩიე მშვიდობა უნდა დაახატო რა მე უკრაინული სკოლა ლვოვში, აქეთ უნდა 4 წელის რას პირამიდებს აშენებდა ხალხი. აირჩიეს აღებავი. ხო და ეს სკოლა არის გადასული კიდე სოფელია რა მთაზია, აი უბრალოდ ბავშვებიც ვერადიან, ანუ ხო ის მშობლები რო ყვებოდნენ ასეთი გზის გავლა გვიწევდაო და რაღაცებს, იქ არის სოფელი და ეგ ბავშვები მოყავდა აქციაზეო. ანუ ტელეფონში უნდა გამოიყვანა, აი ეხსნა იქ რა ხდებოდა, იმიტომ რომ არის ბევრი ალტინფოელი და ბევრი ისეთი მასალათი ქარო გატანა, გამოვიდოდ, ანუ არც რა ის სადნა წაიყვანა ბავშვები გიждდებიან, თან ყველა ბავშვი იცნობს ყველა ბავშვთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, ვიცი 99%-თან, იმიტომ რომ ჩვენი ის არის რა, ფოტოები ისინი და მე მათ ისე უნდათ როგორც უნდა დააჭრეს და ვიღაცებს აუცელებინეს მე, მაგრამ ნუ ეხაც გამოიყენებენ ახლა როგორც განაჩენი იქნება თავიდან დაატრიალებენ ვიცით თავიდან გამოუშვებენ და ვიცით რა ყველა სულას რო ხდები მაგრამ ჭინჭლი რო ის დიქტატორში რო ის ოლიმპიადაში მონაწილეობს ხო იცი სტრაფი ხარ მაგრამ იარაღით არის ვეღარ უშვებით ვერაფერს აი მე მას მგონია რომ ეგ იყო მართლა მთავარი ეპიზოდი რის გამოც იმიტომ რომ როგორც არაერთხელ იმაში ვახსენეთ ამათ ყველაზე მეტად ეშინიათ და როგორც ჩვენ ახლა წინასწარ ვილაპარაკეთ თავისი შვილების ხო და ონისე მაგმაზოლზე დააჭირა რა არა მანამდე სატარებდა თეჯურაში აქციას ეგ 29-ში 30 გამთენიაში როგორც ემეს მე რჩემ მანქანით წავიდა იქ და პირველში 2-ში აქცია ჩაატარა გამგეობას და ბევრი ხალხი გამოვიდა რომ შევით რაღაცები. ეს ეპიზოდი დააჩუქა რა მე არ ვიზამდი სუფთა პრაგმატული მიზეზით რომ ვიცოდი ნებისმიერ როგორც ამ დამთავრებული ყო გამბავი მაინც სულად გამოიყენებდა რა მე უფრო ვიცნობ ამათ ბოროტებას და ონისე ეთქო მაშინ იგი გამოცდილი არ იყო. თან იგი ის პერიოდი არ იყო ძალიან ბევრ სკოლაში რომ რაღაც აქციები და რაღაც იდეები და ბევრი მადონა დეიდა რო იქ მყრის ბავშვებს რო აგა უხე ქუჩაში მადონა დეიდა რომელიც მერხის ქვეშ დაძვრება არჩევნებზე და ხო და იმას აი გაშკარად ის ქონათ რა მოკლედ მაგ დროს მართლა შეეშინათ რომ ბავშვები ქუჩაში გამოდიან ეხლა რაც არ უნდა იყოს და ეს სხვათა შორის ეს რო ახსენე რა ვითომ მოღადავე ტიპები რო ყავთ მაგათაც ის აქვს რა ცალკე ისეთი შური თუ ბოღმა რო ანუ გი რაც არ უნდა იყოს ვერ იღადავებ რა ეგრე 19 წლის ბიჭი რო ხარ და 60 წლის ხალხი ვარ შენი აუდიტორია ხო რა უნდა იცინო ეკანადა Family Guy-ს უყურეთ 2-3 ეპიზოდს რომელია Family Guy-ის საუკეთესო ეპიზოდი შეიძლება ეპიზოდი ეგე მახსოვს მაგითაც აი ებრაელებზე ხუმრობებზე ვაფრენ წინადაცვეთის ხუმრობებზე ჩინელებ ბავშვების ხუმრობებზე ვაფრენ ავის საგი ის რეინკარნაციის ხუმრობა რა ვარია შოხდება და სუპერ სიკვდილი რომ მოვა. ხო, კი ბატონო, ხო. სიკვდილი ხუმრობა. მე ის მოწონს რა ქვია. ხო, უფრო მეგრულად არ მოუხდება გარო ჩო, I am super this. ბანკში რო შეაქვთ ეს ფული და ებრაელები რო უყურებენ, იქნება მანე. არის, ყველა ღამე ჩოლობთ დიდი კომპილაციები რო არის YouTube-ზე, მაგას ვთავ და მაგერე ვიცი. სიჩუმეში ეგრევე მეგვიძება. Family Guy-ს მთელი მუღამი იგარი რომ უნდა შეგხვდეს და უყურე, სადაც ცალკე თუ ჩართე ერთი ეპიზოდი კონკრეტულად ეგეც. არა, ეგეც ტორენტიდან ვიწერ ხოლმე რაღაც სეზონს და ეგეც შართული მაქვს ხოლმე რაღაც რო კაი ხარ და იმის ხო ეგეც ის არის ნახე Family Guy-ს რატო გადარჩა ამდენი ხანი რა Simpsons-ები ვაფშე აღარავის აღარ ახსოვს მიუხედავად იმისა რომ უფრო ძველი არის მაგრამ ლეგენდარი არის Simpsons-ები ლეგენდარი ეგ აქვს პროსტო რომ აუდესღაც უყურებდი მაგრამ Simpsons-ებს ეს სასაცილო მომენტების კომპილაციები არა აქვს TikTok-ზე არ შეგხვდება Simpsons-ები და ძველმა კომანდამ უნდა იჩალიჩოს მაშინ მათო მონტაჟი არ იციან TikTok CapCut-ი არ იციან არ კი ის ლეგენდა ხუმრობა აქვს უნარშე ზულთა პარკინგზე რო შეაყენებს ჰომერი იმას მანქანას და ფეხის ხლებით რო გადმოდის. ბევრი მიმი კიდე ბუჩქებში რო იმალება და ის, მაგრამ Family Guy-ს რო
ეს ეგრეთ წოდებული ის არა აქვს რა კულტურული ძალა აქვს Family Guy-ს და საზღვრები არა აქვს, ანუ ის არა აგრანიჩი ისეთ რაღაცას მოისმენ, რომ მანამდე გონია რომ შენი მორალი აქ თავდება რა. ამის შეგეთ აღონა გადასწრე Family Guy გიზრდის ამ ზონას რა. South Park-ი რა ქნახი? South Park-ი რაღაცები მაგ ნახე და American Dad-იც, მაგრამ უბრალოდ ის არ უნდა რაღაცებს უნდა უყურო მიმდევრობით რა. Family Guy-ს რო უყურებ, მე ხო ხტები რა, აღარ მოაქვს იმას. ეხლა მე სიგარეტის მოწევის ნაცვლად რო ხომ იმას კოკაინის кайფი დაიწყო მე მოცეკლაში და მე აღმოაჩინო სიგარეტა 24-ის რო ხარ, მე ვიტყოდი რომ South Park-ი უფრო ისეთია, AG ეგრეთ წოდებული. როგორც ჩვენ ახალგაზრდები. ანუ გირჩევდი რომ ჩავოიწერო რამე. ბოჯეკიც აიო, მაგრამ ბოჯეკი არ მაქვს ანახი. მაგრამ ეხლა რა მაგის პასუხია და ბარენ პოსტების იუმორისტების აუდიტორიისთვის ვილაპარაკეთ. სწორად, ბარენ დავაბრუნოთ იმაზე და ქერის უბანზე ასე. ქერის უბანი რომელი იყო? აი საბიდერო იყო ეს რა ქვია ბიძინა და მინშა და ამ ოპოზიციის რო იყო. ხო, რუსთაველზე რომ გადიოდა. აი ეს არაფერი არ ვიცი მაგაზე. კარგი და სამსონაძეზე. სამსონაძეები უფრო თემა არის. მე დარდუბალას კაცი ვარ, მე ლადუბალას ეგეთი ძალიან მაღალი დონე იყო დარდუბალა და ისეთი ნიჭიერი კამან დაგეთა და რომელიც ახლა ზოგი იქეთ არის, ზოგი აქეთ არის, მაგრამ ვინც აკეთებდა ისინი ზირთად აქეთ არიან. თანჯენია ხელები. ვინც მართლა აკეთებდა, მოდი მე მას ვიტყვი. ისინი აქეთ არიან, ხო? ვინც ფულს ჭამდა და ბაზის ბანკში 1 მილიონს ეხუტებოდა ის. ერთმანეთს რო დედის მუტელს აგინებდნენ. და მე რო ერთად გაიჩიტდნენ ეგენ იქეთ არის. მოკლედ რა. აი სხვათა შორის კონცეფტს ძალიან ის აქვს ახლა მაგალითად ჩვენ რამდენიმეში არა მეორე გადაცემაში ვახსენეთ რა პირველი მან გვახსენა ბატონმა გურიმ და ეს ძალიან ისეთი პატერნი აქვს ეგრეთ წოდებული ერთმანეთში. იმან დაიწყო თქვენი ბიფი? კი რა, ეს ცალსახად ეგრე იყო ბატონო გური დაგვეთანხმოთ შეიძლება. ხო, რომ ანუ რა ფორმით უნდა დაგეთანხმოთ რომ ნახოთ ამ. კიდე ვიდეო დადოს და გვაგინოს რა. თქვენ ვიღაცამ ჩაუვიდა უეჭველი და გურის თქვენ სანახავად TikTok-ზე აკეთებს ერთი კარგი ადამიანი ვიდეოებს და ის იმ ეს რა ქვია სხვათა შორის ბევრი ჩიქონდა იმას და კი ჩვენიანი არის და მაგირის კამერა მიბობრე TikTok-ი მაგ გადაგდებული ანუ სიგარეტის გადავაგდია TikTok-ი მაგრამ TikTok-ი უფრო მიხარია მართლა ხო ყველანაირი ხუმრობის გარეშე ძალიან ბედნიერი ვარ ბევრად უფრო საზიანოა მაგრამ TikTok-ზეც არის რაღაც მარგალიტები მაგალითად ჩვენი TikTok-ი მაყურებელო და ამიტომ უყურეთ მარტო მაგას მე მიყვარს ესეთი პლატფორმა სადაც რთულია დარეგისტრირება რა მაგიტომი YouTube-ი ჩემის ყველა პიტალო იქ რაღაც დაჭერებით იქ ვერ შედის რა კი ძალიან საოცარი რაღაცა მაგრამ მე უკეთესს გეტყვი პლატფორმები სადაც აკაუნტს საერთოდ ვერ აკეთებ და ვერ დაწერ ვერაფერს არა კი დაწერ მაგრამ ანონიმურად იწერება და ამის სოციალური ის არ გაქვს რომ აი მე მივიღე ეს რაღაცები ხო იმიტომ რომ ინტერნეტმა ეგრე ქნა რომ თუნდაც ფორჩანი კი ბატონო ხო არ ვიცი თქვენ ძალიან ბავშვები ხართ ინსულტი მაგადატანე ფორუმჯი ოღონდ კარგი ფორუმჯი არა ეგეც ამ ანონიმურადაც წერაც შეიძლება მაგრამ ანონიმურს მე მაინც ის თავრობა და ფულის რესურსი იყენებს სატროლაოდ მაინც და არჩევნების მოსაგებად ნუ როგორც TikTok-ით მოიგო რაღაცებმა და რა საერთოდ ჯამში მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ხა ჯერჯერობით TikTok-ზე იმას რა ქვია პოლიტიკური მხრივ ცუდს იმიტომ რომ რა ხმარობთ და გვეხმარება და ამიტომ კი არა ანუ თუ რომ ჭირდებოდეს გამოვიყენებ ახლა შეიძლება მეც რაღაც მომენტში რაღაც იტალიური სტილზე გადავიდე და სიგარა დამჭირდეს მეც დავიწყებ მოწევას მაშინ მეც გავაправებ მაგრამ შენ იყავი იმაში რა ქვია ეგრეთ წოდებულ კავეენში მანსანკანში წამდებოდი მოდი ხაბარი კულტურულ თემას შევეხოთ რა რა მდგომარეობაშია ქართული იუმორი იმიტომ რომ მე გონია რომ ძალიან სასტიკ მდგომარეობაშია შეიძლება ქართული იუმორისტებზე გეტყვით პირველ რიგში ერთ რაღაცას რომ ყველას გონია რომ მის ხუმრობა მაგარი რა და ვერ გადაარწმუნებ ხო ანუ ვარტლაგებ ვიღაც დაწერე მეც დავწერე შენს დაწერე რა ეს კაი ჩემი სტილია იმაზე ვიცინეთ ბიჭო მაგრამ ეს ჩემი სტილია ანუ კაი 2015-16 წლამდე სანამ ოპოზიციურ არხზე გადიოდა ეს კომედია არხზე იმაზე ვიასნა კაი იყო რუსული კავენიც კი პუტინზე არიღადაო მთავარია რა დანარჩენი ლუშკოვი იქამდე აფურთხე აგინე ვისაც გინდა დედას ვის აზრი არა ანუ არავინ არც არ გეტყვის აქ გეუბნები სულ იმაზე რო თქვა რაღაც მერზე რო თქვა რაღაცა ნოწმინდის მერზე ხუმრობა რომ ჩემი ასლაბარაკობ აი არის სიკაჯია სულ იუმორსო თავი დაანება ქაჯობა არა
როგორ შეიძლება ადამიანს თვითირონია არ ქონდეს რა და როგორ შეიძლება გიგონოს რომ რაღაც ხუმრობა შეიძლება შენ ის დააზიანოს ის რომ არჩევნები წააგო. არა და პირიქით შენ თუ მაგ ხუმრობას მოაჯდები და მე რა ხა კი ეგრეა. მე გარი ხოცის ჩემი აზრით ფსიქოანალიზი რომ თვითირონია რა აქვს და შესაძლოა რაც ხუმრობას უნარი არა აქვს. ან ისე უნდა იხუმრო რომ აი რაღაც თვითონ ხუმრობაში ჩანდეს რომ შენ გიტყდება ამაზე ხუმრობა და თან რაღაცა კარგს უნდა მოგდე რა ის კი არა რომ ანუ დაცინვაც საბოლოო ჯამში ახლა შეიძლება ვიღაცას ის რაღაც ხუმრობით რაღაც მეგობრულად დაცინო რა მაგრამ ეგ არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას რომ მაგის რა ვიცი მე ცუდი გინდა ეგ უსროი ამას მართლა ეს იმედია მოხდება მაგრამ ხო ზოგჯერ ნელა სახელმწიფო ხო და ყოველთვის ეგრე არ არის რა მაგრამ აი მანსანკაზე სხვათა შორის მე უყურებდი ხოლმე და ეს რა ქვია ერთ ჩვენ მეგობართან განვიხილავდი ქუთაისელთან ერთად ხო და ძალიან კარგი იყო სხვათა შორის თავიდან რა აი იგრძნობოდა რომ აი ვითარდება რაღაც და მე როგორც კი მე არც ვიცოდი ანუ კიდე რო გრძელდებოდა ეს არ ვიცოდი აღმოაჩინე ფაქტი ხო რაღაც ქართული ლიგა ქვია 4 თუ რაღაც ეგეთი თვის წინ და კიდე არსებობს ეს ჩემმა ძმა მოიგო ეგ 2021-ში ხო რატო ჩემი ძმა გუნდა ანუ თამაშობდა მაგ პერიოდში და რავი ძალიან ისეთი არ იმ ოპოზიციურ რაღაცებს დიდად არ ათქვევინებდნენ მაგრამ თავის ქუთაის რაღაც ისეთი ჰქონდა რა და ძალიან კაი საუგესტო მოთამაშეზე გახდა მე მგონი კარგად კაი სეზონი ქონდა მესივით სეზონი ქონდა რა ერთ თავი თვითონ რო ათრია ყველაფერი და მე თვითონაც კონფლიქტი ქონდა მე მაშინ დავიწყუმეთ მე ახლაც მითხრა ბოლო პაემაზეც რომ იქ ჩათებში ლაპარაკით და დაცინვებით რომ რას ვაკეთებთ რაებს გვავალებენ და რავი ჩემ ძმაზე იძახიან ბავშვი უნდა და 12 წლის ბავშვი გამოყავდათ ერთხელ და გვარამიაზე ათქმევინებდნენ შუტკებს შვარიცის გვარამია ვინ არის მიდი შვილო მაგი პეტუხია ხო და არ ვიცი რუსული კავენც კი არის გაცილებით მაღლა მორალურად იმ ხუმრობას არ გეუბნები ანუ გაცილებით მე თემას ეხებიან და გაცილებით სასაცილოდ ისედაც მაღალია ახლა ბევრ რამეში ზანგული შეიძლება დავსოს მაგრამ ნუ არ გვთ რა ეს ნიჭით და იმ შეიძლება არ არის შენზე ის მაგრამ ანუ ბაზარი აქვს დიდი და მოკლედ და კომედი კლუბი მიხედავს თავის თავს იქ საგა რუსეთს ეგრე არ დაერხება რომ ბატონინოს და იმას პარლამენტს სამსახური არ ქონდეს ხო და აქ რავი აქ არის გეუბნები გადაკეთებული იმას რა ხალხის შემოიკრიბონ ამის გარშემო ხალხი და როგორც აქ პოსტივი როგორ დაიწყო ახსო ქუჩის გამოკითხვა და ხა 5 ლარს მოგცემ და 10 ლარს მაგაზე მე უცებ თქვენი დედამოს შეგვაგიძე კი შალვა მე ძალიან კარგად იცის რა აი ეს ვამპირული ის აქვს შალვას რომ აი როგორ დააჯდეს ყველაზე ბოგანო ადამიანს პროლეტარიატს და გამაი რას მიზამდი ვიღაც ძუძუებიანი ამას და მე ისინი ხალხი უყურებს რომ ძუძუები აბა ლასუზად და მართლა და ამით შემოკრიბა ეს თავისი პოტენციური ამორჩეველი და გონების გამოსაღწევი ხალხი და მე უცებ ბრახ და დაიწყო ეს რა ქვია სამნიდაკო ეს რომელი ფაქტია რომ ეს 7 წამიანი ვაინებით იმითაც დაიწყო ხო მაგას მოკლედ დოფამის ხო ეძახიან კი მაგაზია ზოგადად ხალხი შეძონ იმ 1 საათიან ვიდეოს ვეღარ უყურებს რა ხო 1 საათის 2 წუთიან ვიდეოს ვეღარ უყურებ გეწובה twini გეუბნ მაგიტყვა საშინელება რომ ის twini 3-4 წამში თუ ვერ მივიღე кайფი მე შემდეგ ვიდეო რა არის ახლა მაგაზე სულ არ იყოს ის იმის მომხრე და ვერ იტანდეს რამ ის თუ ბიოლოგიურად რაღაცა შეიძლება ვიღაცას ნარკომანსაც არ ევასება და იცის შენერად ეს წამალი რასაც უშვება მაგრამ შეო მორჩა ჩათრეულია იგივენაირად უცებ ძუძუები რო შევხვდება TikTok-ზე რაღაცა რაც არ უნდა ისე ყო რა ქვია დავაპაუზებ გავადიდებ ძუძუები აბასა და რაღაცა ეგეთია ხო და მანდაც ხო ახლა უეჭველი მასწერი მე გარყვენით თქვენი და ამ დროს მეორე ხელი მე ასაკეთებ თქვენი ხო აი ეგ ქართველი ვაში კაცის პირველი ეს არის რომ თან უნდა აი მის რა ქვია იმით უყუროს რა რომ აი რომ ბაბუების თაობასთან ბაბუაც მომწერე არამე ბაბუების თაობასთან მანქანაში ბავშვობაში ვერ ჩაჯდება ამას მოვუყრავდი იმას შენი ზომა ამას ეს შენი აი ის იმისი ეს რა ვინ არის იქნება მეგვარია აი რამდენჯერ ვფიქრობ იქნება ნათესავია ჩვენი იმის 5 ანუ 6 კაცი ცხოვრობთ სოფელში და მაგ თემას რომ გაათავებს მე რა გადადის იმაზე ევროპა იძახიან რომ ის არ ყრის მაგას არ ვიცი რა ძალიან ფარისეულობა ხო აი ზუსტად წინა გადაცემებში ეს რეფერენდად გასდევს მოდი ვიტყვით ჩვენ გადაცემას რომ ფარისეულობის დაუძინებელი კოცი არის აი ყველაფერში ფარისეველი რა რავი აი ნებისმიერი თემა აიღე არ არსებობს რა ანუ რა ვიცი მე ის იუმორი გინდა ანუ
სრული სიგიჟე რა, ანუ რა ვიცი მე ის მეგობრობის ამბავი გინდა წეგან გურიზე რო ვლაპარაკობდი, ანუ ჯერ დედას აგინებდა შალვას რო რაღაცა ეს ცუდი კაცი და რაღაცა და მე უცებ ჰოპ დედას აგინებდა? ნუ დედას არ აგინებდა, მაგრამ დასცინოდა რა, ეხლა გარყვნილი არის. ანუ ოფისალმე. ხო, ნუ რაღაც შალვა რამიშვილი ქალებზე მოძალადე. არა, მეორე. აჰა. ბაჩვარი მოძალადე შალვა რამიშვილი რაღაც ეგეთები ამოს და მე უცებ შალვასთან იჩდება რა. ანუ მე ეხა არ მჯერა რომ მაგას თავიდანვე ის ქონდა რა, თავის თავში ჯერ ესე ყლაპა ეს მძღნერი ბევრი ყლაპა და მე უცებ კაიჭან დაბას და მე ლაპარაკობს ის ბაჩვარია. ხო, მე უცებ როლში შევიდა რა, რომ არა ყლაპა, მაგრამ ბრაზი არ ვიცი მაგათლი. არ ვარ მაგ სამი ადამიანი საინტერესებული დიაც მართლა გითხრა მართლა ანუ ძალიან გასხივოსნების ეპოქა მაქვს ცხოვრებაში და კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ, საქებ კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ, რომ დადებითი ემოციაც კი რაღაც. არა, კომენტარები ძალიან მაგარი რაღაცაა. რაც ძვირფას მაყურებელო აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარი. რაც უფრო გრძელი იქნება, მით უკეთეს. მიყვარს კითხვა, ზოგადად განაცლებული არის. სანამ ქარაქტერს არ ამოიწურება იქ. ხო, ესე დაგვიტოვეთ თუ შეიძლება. ხო, 7 პარაგრაფიანი ესე მინდა მინიმუმ. ლირიული განზრისვლებით რა. თუ დაკვირვები ხარ, საქართველოში ესე ორი რაღაცა არის. ანუ ანეკდოტს რო ყვები, ორი რაღაცით შეგიძლია გაახადოს ასაცილო. ერთი სოფლური აქცენტით თუ იტყვი. და მეორე კიდე ბოლოში ტყილს თუ დაამატო. შენ დამოდგო, ხო იმას დრუპის კონდა გააცენა მოიგეს თუ ოქტეგ დანახი. ჩვეულებრივად მოყვა ანეკდოტი. არ გაეცინათ და მე შედე დამოდგო დაავარ და გაეცინათ. ხო, ეგ არის მაგალითად რაღაცა. გურული შედის სახლში. გურული შედის სახლში. გადამოყლა. გადამოყლა რა. ამაზე და ქართულმა ხალხმა კიდე არ იცის რომ მაგ ანეკდოტების 95% არის ჩვეულებრივი დასავლური უცხოური ხუმრობა, რუსულიც კი არ არის. ძალიან ჩვეულებრივი ხუმრობებია, რომელიც მორგებულია მაგრამ მიტოზე, მაროზე, ძუკუზე და იმას. ხო, და შენ ეზოს რომელი წყვილი ჯობია ყველაზე მეტად მიხო და მარო თუ ჭიქიკია თუ და ბიჭია. ჩემ ფავორიტი იყო საკულა და მაკულა. აუ, საკულა და მაკულა ჟანრის კლასი. ძალიან ბინძურები იყო მაგაზე ყოველთვის სან. და ჩემ ფავორიტი კიდე ეს ქართველი სომეხი და აზერბაიჯანი რო სადღაც არიან ხო. და მაგაზე მქონდა რიმეიკი მე. ფეისბუქად მეწერა. მოდებაზე რომ მიდის ეს ჟანრა, რა ობამა, სააკაშვილი და რაღაცა რა ვიცი, პუტინის ხედან და რაღაც უნდა გადავლავდეთ, თორე გემი იძირება, თვითონ არ გარდება, ეს მე მიყვარს ეგ. ხო, მეც მქონდა რაღაც ეგეთი იმეჯებით, რომ ქართველი ამერიკელი და ამერიკელი სომეხი და აზერბაიჯანელი არიან თეთრ და ქართველია ტრაქში რა. ეგრევე მთავრდება. მაროგო აბა. ხო და რა ვიცი, იუმორზე აქ რესურსი ამ ქვეყანას არის ძალიან კაი იუმორისტები, რაღაც ჯერთან ეს რეკლამების განადგურება უნდა ფული მარტო ტოტალიზატორებს შუაქ და ისა ეგეც მოქმედებს ახლა რა. ყველაფერში რაღაც უნდა გაურიო რა ტოტალიზატორებს. მე მაგ სტენდაპი დავუშვათ იმაზე რა. ქორებით ნადირობას. უნდა გავაკვეხო სადღაც ნიუკასლის ორიანი რა. ხო. აი TV11-ის მარცხი არის მაგისი კარგი მაგალითი რა. TV11-ზე მართლა კარგი ძალიან კარგი იუმორი იყო, მაგრამ ყველაფერი TV-ს საქართველოს რო იყო არხი გახსოვთ? კი, როგორ არა. ყველაფერი რაღაცები მურჩა რა ისეთ და შევეგუეთ რა დაიხურა. იმიტომ რომ გასაქცევი გვაქვს ახლა ხალხმა ინგლისური ისწავლა და ფიზიკურად გასაქცევი კი არა, საყურებლად entertainment სხვაგან პოულობთ რა. ახალი თაობა კი, მაგრამ ისინი ახლა რუსულებს ძველ რუსულ რაღაცაა. იმათ არც უნდათ ახლა მაგათ მოთხოვნაც არ აქვს კარგი იუმორი ამიტომ შეუძლია და ბევრჯერ მოუყუროს ერთ ანეკდოტს და მაინც კარგად არის რა არა ლობიოს შეჭამს მთელი ცხოვრება სულს მაგაზე ის არის რომ რა თქმა უნდა ახალი ის იცი ანეკდოტს რო იწყებ ის იცი მოცურა აუ კი მიდი მოყევი თუ მაგაზე გიზაღირა მას ხელი დუბლას თქონდა ეგ მარანზე როყევა ხო როგორა მოდი ხარ და ქეიფობ ქეიფობ თუ მოდი ხარ თო მაგის დედავატირე ანუ მან თელი მუღამი ეგ არის ხა ისიც იგივე რა ვიცი მე აქეთა მხარესაც ნუ აქეთა თლად აქეთა მხარეს არა ეხლა ეგ ახალგაზრდებში მაინც არის წერება რა ეხლა ნიკა არაბიძე მაგალითად ქარაქტერია რა ეგ არის ეხლა ნიკა არაბიძემ უნდა თავისნაირად რაღაცა თქვას არისო ეგრე გოზილი კაცი ხო ანუ ის ქართული ენაც მაინც კი უცხოურს კი უყურებ მაგრამ მაგალითად ესეთი ხუმრობაა ჩემ ფავორიტი ქართული ხუმრობაა კალამბურია იდეაში მაგრამ ადამიანი არ გინახავს რომ მაგით არ გამეცინები უჟმურებს ვაცინები რომ მაგის ავტორი დღემდე არის კავენში თქვა ვიღაც დმანიში აღმოჩნდეს ადამიანის ჩონჩი ანუ აგიხსნა რატო ქართულადაც კაი განვითარებული იუმორი და
თვანიში აღმოჩნდეს ადამიანის ჩონჩხი თავის ქალით, თავის ყველაფრით. ანუ კარგია, კი. ხო ხტები ესეთი რაღაცები კი რაც შეიძლება იმდენად იდიოტობაა რომ გისწორდა აი მაგალითად ქუთაისში მხელა იპოდრომი ააშენეს ცხენი გაჭენდება ანუ ეგეთი რაღაცეები ენდემური ენა რაც არის აქ რესურს ჩან ჩვენ ენას რომელიც არის გალაქტიონის ლექსები წერებოდა და იცი ახლა ლექსი რილკესიც აგიკითხავს და გერმანულად და ინგლისურად მაგრამ აქ რესურსი მაგრამ ისევ ჩაპრესილი ხარ არ მოგწეს განვითარების ლინგვისტიკურად რო წახვიდე ქართული ენა პირდაპირ ისეთია რომ აი რაღაცა ისე ლაპარაკობ რაღაცას დაცინვით რა პირდაპირ რომ აი სერიოზულად ლაპარაკი ქართულ ენაში მე სერიოზულად ვერ ვიღებ დასავლური კილოები განსაკუთრებით რო გელაპარაკი აი მაგალითად ხარ ანუ სულ იქ მედიოდე რა ტრამპთან შეხვედრაზე ვიდი რო წადი და ვინგიშლის დამა აი რო აიღო რა ფილმებიც რო აიღო ხა ესე პირდაპირ კომედია არ არის მაგალითად ცისფერი მთები ხო? რას ლაპარაკობ? ხო პირდაპირ არ არის ტრაგედიის არის რა ანუ მაგრამ სასაცილოა. აუ სასაცილო ეს ფემის ოფისის ის არის რა სერიაა ჩათვალე. კი. და გაცილებით კაი გიჟია, შედევრია. ნუ მანდაც აი ეს ხარტული დიალოგი არის რა. ჭეიშვილის არის ხო? კი. და ვინც არის, ვინც დაწერა ის საღდონერის არის. ხო, მაგაზე ფოტოშოპის ეგ ვფერავი. სხვა რაღაცა მაშინ დავიყარებს მაგაზე, მაგრამ ანუ ილდარ შენგელაიას ზედმეტ საწერენ მაგაზე ჭეიშვილის დამსახურებაა ძირითადად ეგ რავი დრამატურგი ეგ იყო. მაგრამ მე რეჟისორი სადაც შეედათ მიმახსოვს ტარანტინოს ფილმები ვიცი რა ყოფტები და ისეთები მაგრამ ნუ ახლა ცისფერთებს რო შეხედო მაინც დამაინც ახლა რეჟისურით თვალს ანუ კადრებით და ვიზუალით მაინც დამაინც ისეთი სცენა სიტყვების დიალოგები და გენიალური საუნდტრეკები კანჩელის ხო ორივე თიმ ეფორტია ძალთა თუთაშკიევისია ძალთა თუთაშკია რეჟისორი არის აბა დაგვეხმარეთ ChatGPT-ს მე მევასება ყველა ქართველსო ძალთა თუთაშკიაში დათაგონია თავი ხო ეს რაჟა არავის დარგონია რავი ან მუშნი მე სხვათა შორის ეს რა ქვია მე და ჩემი აგუპერი რა დაგვიჭერეს ეგ ძემაზე ვიყავით რაღაც ხო ნაგვერ დაგიახლოვდი ხო იქ რაღაც ლაპარაკობ ბოლო დაჭერებზე ამბობ ახლა ნუ ჩვენ დაგვიჭერეს ნუ რაღაც მანქანებით გაგვიტაცეს და რაღაც ეგეთი ამბები ამ 28 ნოემბრის მერე ამბობ კი მერე იყო რაღაც რომელიღაც მარშის მერე რა მოკლედ დაგვიჭერეს და იმაში ვართ ახლა პოლიციის შენობაში რაღაც ლაპარაკობთ რაღაცებზე და ჩემმა მეგობარმა ის რა სამი მიქიდან არის რა მოკლედ სამეგრელოდან არის უცებ დათა თუთაშყე რაღაცები რატო იბრძვით პირველი ხო ეგა რომ ასტადი ხარ ამ ქუჩაში რა გინდა რა პირველი მაგაზე გითხებიან ამან რომ რაღაც ცოტა დაუწყუახსნა და ვის კითხულობ რაღაც დათა თუთაშყე რაღაც მუშნი არ მოგწონს მუშნი ვის მოგწონს არა ვერ ძალიან ცოტა რა გამოსულიყო მე ორივე მომწონს იმან გამოჩნდა რა ის კიდე რო არ დაერთხა იყო რა ისიც კარგია და ისიც რა ბავშვებო ძალიან ბონია მეწისქვილი არ გევასებ ძალიან წინ ნამჯდარი იყო გაფქვილული ქვილში ბონია ნეტა ვინმესთვის თუ არის როლ მოდელი კი იყო ვიქნებოდი ვინც არის ეს დაიჭირეს წინა დღეებში ვინ არის? ვიხდი? ოკეი. ცნობილი ფანეძე და გიგზო გაგვისკივია. რეჟისორები. ვაუ. კაი, ChatGPT-ს კითხე რომელია ნაცი და რომელი ფოტო. თვითონ დათუთაშკია გავიხოსდა. ძალიან ცოცხალი იყო. ხო? კი. მაგრამ მაგიტომ სახიობებზე მე ხო, სახიობები ფეხბურთელების სპორტსმენი ანუ ის არის იმის საქმე. ეს ძალიან უცნაური რაღაცა გვაქვს ქართველებს. ნუ არა. მეც ახლა აკროვზი ვარ ვიღაცას ნაცირობ არა და სოროგაძინ. დაურბივარ ძლივს შემოვირბინე პირადობებზე დაურბივარ კაროში აღარ შემიძლია. თქვენ კაპიტანი ბრძანდებით? კაპიტანი და ლეიტენანტი გამოცდა უნდა ჩაობა რომ ლეიტენა. ის რომ მაგბაქლიანი ვაკე რომ აბარი ჩალი. ობერშტურმბანფიური. ობერშტურმ გამოცვალე ხო და ამასობაში გავაგზავნებთ ლაპარაკს. მოხსენი კამერა და ისე ჩადე. მოძრა ახლა? არ ძრე. აუ, ჩემი კარგი ყანა ახლა. აგერ ღილაკჭიკი უნდა ქონდეს ამას. აი აქ. მიაჭი. გააჩვირა. ადი რა ხდება? მოიცა. აი ირაკლი არის ყლე, რატო არ მოვიდა დღეს? კონკრეტ რას ფიქრობ იმ ყველაფერთან დაკავშირებით? აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით უბრალოდ, ანუ გვენძრევა თუ არა, გვეშველება რამე?
როგორ გვეშველება ამაზე ხომრომარეობაში. როდის ახლა აი მაინც დავატოვე. სამუშაო სულ იქნება. ამის რაღაცა მოხდება და იმის ვერე კარგად ვიქნებით, ეგ ხო არ არის, მაგრამ არა, ცალსახად მე პირიქით ვიტყოდი, რომ მერე არის უფრო მეტი სამუშაო. დღეში რო 8 ფლამენგოს წარმოებას დაეწყოს უკრაინა, აი იქიდან გაიხსნება მაგარი უკრაინის იმაზე ვარც რა ქვია. იმეზე, მაგრამ რავი, უკრაინის იმეზე ვარ ბოლო 4 წელია უკვე. როგორ აწუხებთ ბიჭებს? ზელენსკო სატანა, დაახოცი. თუ დაგვინდა სააკაშვილზე რასაც ტყუილებს იგონებენ, ყველაფერს იგონებენ იგივე ზელენსკი. ყველა ნარკომანია, ყველა ის არის ამ პირველი მოსოლებს ტყნავი რაღაცა. და ამ დროს სინამდვილეში თვითონ აკეთები და პროექცია იგივე. ადამიანს სხვა რაღაც მე ისეთ რამეს ვერ მოვიფიქრებ, ხო, რაც ჩემში არ ყოფილა, არ გამივლია, ხო, თავის არც არ მინახავს, ხო, მე ვერ დავაბრალებ ახლა რაღაცა ისეთ რა. მაგალითად ვერ მოვიყვან ახლა, იმიტომ რომ ხო, მაშინ მაშინ უკვე ტყუილია ტყუილს ამბობს ესე იგი. რაღაცას ისეთ ნუ ეგ არის რა ხალხი მე როგორც რეცეპტორებზე მეშლება გვენერა. ეს მოქმედი ნივთიერები გასაგებია ამ ჭორებს რო ესვრიან და რაღაცას, მაგრამ ეს ხალხი რო ყალაპავს მაგაზე მეშლება. გადამოწვევის უნარი არა აქვს ერთ ელემენტარული ინფორმაცია. ძალიან ისეთი რაღაც არის რა, ანუ ზოგადად აი საშუალო ადამიანს კარგი არ უნდა, საშუალო ადამიანს უნდა საშუალო. არა ზელენსკის მაგალითად სახე რო აქვს ის წაშლილი ამ ომისგან და განადგურებული წამალს რო აბრალებს. არა და კავშირი რუსეთთან ომი კი არა. ვიღაც ასე რო გაუკეთო, ვიღა და ერთნაირად შეჩემისა, იმას ებრძვის. კაცი 4 წელია, რავი. და მიშას ხალხის ჭამაზე რო იყო კიდე ის რომ აუ რა საკე პრეზიდენტი ნერვიულობს ომში. და რამეთ სხვა ტეკი უნდა ქონოდა მიშას რა ნერვიულობა. არა, რამე ის თესლი, მაგალითად ეს მკარს. მაგას ვერ ეტყოდა, მაგრამ რაღაც ვიტყო მაგასაც. არა და ბაჯიმანიები და რა ვიცი რა იმაზეც იყო ომის დროს რაღაც დაბომბარო იწყება და უცებ დაცვა რო გადაეფარება და აუ როგორ აკურთხია იფოფხია ჟავანაძე რო წამოხდა მიწის ეგ დაუტრიალეს მე აი მიწაც კი იძრა მე მაგრამ მოაბრუნა ხო მიწას კი იძრა უკვე და ეხლა მიწისძვრა როგორ იქნება მაგას ხო ვერ გეტყვის აი ტექტონიკური ფილა ჟავანაძესთან განიხილო ტექტონიკური ფილების მოძრაობა 7 დიდი ტექტონიკური ფილა ბატონო და პიდარას ევროპელად ყველა ვინც ინგლისური იცის კაცო მე ისიც ვიცი რუსულიც აბალანსი. ვერაფერს ვერ მეუბნები. იმის სკოლაში მოსწავლე მე მაგით. მეც მოსწავლე, მაგრამ მზად მე ნახე, აი მიშა, შეამდეთ ხარ? მე 31-ს. აი მე უფრო მიშას თავბავა და პრინციპულად არ ვისწავლე რუსულს. ხო, მაგრამ შენ არც ოქროს მედალი არის ესე იგი. აი. მე ეს მომთხოვას ოჯახში რო და ეჩე მასწავლებელი იყო და იქვე მოიცა ხა თუ ეგრეა დაფინანსება რამდენი ქირურგიებს 100%. ასე ვარჯიშობ. 100% ქიმია და ბიოლოგია ჩავაბარე და სამედიცინო სკოლაში და 90% ქონა ორივეში. მე სხვათაშორის ის ჰაიზენბერგ. კარგი თემა არის ეს, რა ქვია, ქართველი სტუდენტები და უნივერსიტეტები და ასე შემდეგ. ხო, უნივერსიტეტები საოცარი თემაა, მოდი არ ვილაპარაკოთ. არა, მე ვერ ვილაპარაკებ უნივერსიტეტებზე. დამაცადე ბიჭო, ერთი წუთი. ვაა, ვინ არის ეს? მიდი. ის ცოდნის ტაძარი. იმაში ჩაჭლებს შოა. ასვამო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რა, ანუ სტუდენტების თემა მე ძალიან ისე მაქვს რა, ეხლა ანუ ეხავს ძალიან არ უყურებ მე ბევრი მათგანი მეწოდება, იმიტომ რომ რა ვიცი ხა, სხვადასხვა თან ბევრს ეგ ის აქვს, რომ ანუ უნივერსიტეტში მინდა კი არა ბარებს მართლა რომ აი რაღაც უნდა მივიღო და აი რაღაცა მე უნდა ჩავაბარო რა, სხვა გზა არ მაქვს რა, შეიძლება საერთოდ რაღაცა ის აინტერესებდეს. ბრილსებიდან გადავარდება სკოლის მერე, ეგ არის რა, გაგრძელება რა. ხო და ის არის რა, ძალიან უცნაური არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად სრულად მოწყვეტილი არის ამ იმას რა, ცხოვრებას. მე რომ ჩემ მაგალითზე ვიტყვრა, ახლა მაგალითად მე რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში, ჩემ გარშემო რა ვიცი მე რაღაცა 70% მაგალითად, ანუ ვერ გეტყოდა, ანუ რაღაც პრეზიდენტი ვინ არის? ვისი? რა? ვისი? ჩვენი ქვეყნის. როდის ჩავაბარე შენ? შეიძლება მეც არ ვიცი. ეს მარგველაშვილის პერიოდია. ხო და ანუ პრეზიდენტი რა ეს იმას რა მეტაფორად რა საბოლოო ჯამში, მაგრამ ნუ ხო რა, ანუ აინტერესებთ არაფერი რა. მაშინ როცა რა ვიცი მე ახლა წამყვანი ძალა ყოველთვის რა ვიცი მე ევროპაში იყო სტუდენტები რო რაღაცა არ მოგწონს სტუდენტები გამოდიან, რაღაცა ეს არის რა ვიცი სტუდენტები გამოდიან. იგივე იყო წარსულში ახლა მაგალითად რაღაც 9 აპრილის ამბავი სტუდენტები და ახალგაზრდობა.
მე ისწავლა ზომა ან ფრაზას გადაუარა მე მიხდა რომ იყენებენ ამ სტუდენტებს და რაღაც ითრევენ რაღაც პოლიტიკურ ამბებში და ნაცები ხომ მე აჭერინებენ ციხეებში და ჭუა ისწავლეს რა. და ზოგადად პროტესტი მაგრად გააშავეს, ხო, ზოგადად პროტესტი რაზეც არ უნდა იყოს, მაგრამ გაშევებული აქვს, მაგალითად ბენზინის ფასებზე დაორგანიზდნენ ერთხელ მახსოვს მძღოლები პროსტა რა შოფრები რა შენ ბენზინი არ უძურდებაო და როგორ დაშალეს იცი რა ესეთი ჭორები ურცელეს ერთმანეთს რა იმაზე რა გახსოვს მენაგვეები მეზოები რო გაიფიცეს ის ერთ-ერთი ტიპი რო განადგურეს და ეს ნაცია და რაღაცებს ყვეროდნენ ბიჭო და მე თან რამდენი ის ფული ხარჯება მე მაგის აი ამ პიარში რა ეს კალაძის პიარი ხო კალაძის პიარმა რა მოიფიქრა მაგ დროს ყველაზე გენიოსური ეს 12 მილიონი რო აქვს წელიწადში ბიუჯეტი რომ კალაძე გავიდეს და თვითონ დაალაგოს აი ეს ხო რაღაცი პასუხი მაგაზე ღარიბაშვილი რო იყო 13 ივნისის ტრაგედიაზე ეგ კალაძეს ეგ აქვს ის ენერგეტიკის მინისტრი რო იყო მაშინაც სადღაც წყალდიდობა იყო და ენერგეტიკის მინისტრიც იყო კალაძე ხო ენერგეტიკის მინისტრი მაგარი ეს ლორი არის კალაძე ილტვის კაცო რა უყურო საიდან დაიწყო სასალმებელი ეხლა აგერ ბოლოს წალენჯი ხრაში იყო კაცი ჩასული დამიწება რა არის თუ ეცოდნე ამპერი თუ ეცოდნე კალაძეს ამპერი რა არის მოიცა ეხა თუ შენც არის მე მგონი შენ შაქჭერი ხო იხსენებ რა არის არა ამპერი როგორ არის კაცო ამპერი არის ქართულად არის ქარენტი არის ისა დინარე რომ მიდის დენის აი ანუ ლამინარული და турბულენტული ანუ როგორც მიდის ეს ელექტრონები და მაგის ვოლტი არის თუ მე ისა ომი წინაღობა ეს მაგარია მაგრამ ჩვენი იუმორისტული ხარჯავს რაღაცა სუხსენი ლაშაკაციას დედას სუხსენი მარინას რაღაცას ესე ერთ ბრომატი ეწერა ასე წყლის ბოთლზე და ბრომატი რა არისო და ქიმიაში ჩავარებული ხო ვიცი უგისმინა და იდი ნახოია მაგის პერიოდი ვისწავლე რომ ეს შენი ბრეინი შკოლნიკ რაღაცები არა ვიცი ეს საინტერესოა ხო მე დაჟე ისიც მარტო ჰაიზენბერგი თუ ხარ კრისტალს თუ მეც თუ აგეთებ მაშინ პრაქტიკულად თუ ხმარო ხალხს რო გამოადგება ისე თუ გახმარებ შეიძლება ხოცებს არ წაართახმები მაგით ამიტომ გამოსადეგი ის არის თუ ბლანჟე დავიყინა თავი გადავიბარსე ეცოდეთ რომ გადავდივარ ფანჯარაში საცხოვრებელში ისიც მით და ულვაშებით იწყებს თავიდან ულვაში იწყე? კი, ოღონდ ძალიან დაბალი ულვაში. შედევრისერია. დარბაისლური ულვაში. არა, კტევა I did it for me. კაი იყო, მაგრამ Breaking Bad-ი არა, თქვენ უფრო მიაწექეთ იმას. Better Call Saul. ხო გიყურებ? Better Call Saul უკეთესია რა? ბიჭო, მე რო დავფიქრდი კი, მე პირიქით უყურე რა. ეს იმას უნდა უყურო Saul-ს და მე ხვდები იმას, მაგრამ ბევრ ამაში ადამიანურად ეს ძალიან იმაში ხაობაში გადადის ხანახანა ის თან იქ მის ლალო სალამანკას პერსონაჟი აი ტიპი გიცინის და თან კვლელია გეკაი შეტანა გადაობს და ეგეთი რა ჩვენთან არ მოდის არ ხარობს კრიტიკაში აღარ გვაქვს აბოიღეს რაში ხოც რომელი სერიალი შეიძლება ურჩიო რომ დაებას ხოც შეიძლება ურჩიო ოღონდ ბრიგადა, მაგრამ ბრიგადა ესეთი. ისა არა, მე გეუბნები აი Netflix-ზე. არა, ბრიგადაც არ არის. აი მე მაგას ბრიგადაც კი აღარ არის ხოცური ბიჭო, ანუ იქ როგორ კი აღარ არის ხოცური. ანუ იქაც იქ იმდენი მორალი არის უკვე რომელიც ანუ კონცეფციის ზედმეტია. მორალია რო არის, ეს ამას წაკითხო უნდა მე მაგას. ეგ სადღაც. აი მაგაში რა აზრი აქვს რას? ჩავთემწანე ტელევიზორი. Everybody problem რო აყურებინო codes, გახსოვთ? ეგ რომელია მაგი არის. რა აყურებინო? ეს sci-fi-ია. Three body problem ზოგადად ფიზიკაში წაი რომ ორი სხეულის კოსმოსში ადვილად ბრუნავს ერთმანეთს და სამი გრავიტაცია რო შემოდის უკვე ძალიან რთული რაღაცები ხდება რა კომპლექსური და 4 საერთო გამორიცხული რომ რაღაც საერთო იმის გარშემო მოძრაობენ და მაგაზია ზოგადად მაგის პარადოქსი არსებობს და პრობლემა და მაგაზია სერიალის გადაღებული უცებ ახალი სერიალი აიზა გონზალესი თამაშობს რაღაც უცებ წაიწყებს ციმციმს რა რაღაც ვაშლები ჩაქრება რაღაც აინთება რა და არის რაღაც sci-fi-ია, თან ამ დროს კადრები გადადის ის პარაზიტი რო კაცი თამაშობს. ეგ ტიპი არის, გამომძიებელი, თესლი გამოდის სიგარი, შამპანის უარი არის. და ეს აკეთება მეცნიერები და იქით მე გადის ცივი ომის პერიოდის ჩინეთის მეცნიერებზე დიდი ანტენებით რაღაცები და ამას ურჩევ კოდს. ხარო უნდა გაიგო როგორ სინათლის სიჩქარეს და გრავიტაცია და გამრუდებას FaceTime. კონცეფტს განათლება და დიპლომები არ აკლიათ ახლა მაგრამ რასაც ვერ დაწამებ არის რომ დიპლომები არ აჩნია ხო რა მაინც კოდს მოდი ვიტყოდი. არა ყველა კოდს იმიტომ რომ ხო ჩვენ ხო შევთვალოთ რომ კოდსი 60 წლის ზევით არის და 60 წლის ზევით თუ არის მაშინ სამშობლოში ერთი ჭიქა ღვინით ნაყიდი აქვს ეს. 60 წლის ზევით კომანამდე რა.
აი 60 წუთი Pro Max-ი ხოცე. კი. ხოცი პლუსი, პრემიუმი. 256 გიგაბაიტი. ტერაბაიტი. ტევსა. ზედმეტად მეორე ზონაში შეტევს თავში. ანუ რას თვითონ ის არა აქ რა რომ რაღაც დიდებული რამეები ხდება კოსმოსი რო ესმოდეს ხოც ესე პრიმიტიული არ იქნებოდა რა ხო ანუ კოცი ხდება რამდენად პატარა კარლ საგანს რო usmendes ხო აი კოცი ზუსტად ტიპი არის რომ კოცი რო უთხრა რომ ისე აღმოვაჩინეთ რომ დედამიწა მრგვალია მე რაში ხო ხალეშა ვალები მაგასაც ია კიდე ვალები ანუ ესე არა რაღაცა არა დედამიწა რომ მრგვალია მაგას დაგეკაჩავება რაღაცას ხო ეგეც კიდე ხო მე ვერ ხვდები ამ ჯერ ვერ ხვდები ანუ ზე როგორ ამოდის აბს კონდენსატ წვიმა როგორ მოდი ეგ ჩენზასაც ვეღადებოდი ერთხელ არ იცოდა 1 საათი ვამეცაინებ კონდენსა აორთქლება მე გაციება რაღაც არაფერი და აი ხო იცი მაგ ერატოსთენები 2800 წლის წინ როგორ გამოთვალა ეგ იცით დედამიწა როგორ მიხვდა რომ დედამიწა მრგვალია და ეკვატორი გამოთვალა ზუსტად ერატოსთენები ზუსტად მოხდა 40000 კილომეტრი ეკვატორი თვითონ იყო ეგვიპტის ანუ მაშინ ალექსანდრიაში იმაზე და ვიღაც ტიპი გაუშვა ზუსტად იმ მანძილზე მეორე ძალიან რაგბის მეორე ბოლოში ჯოხი დაასობინა და ერთი დღის თემაში გაზომა ჭრდილი და ზუსტად გამოთვალა დედამიწა მრგვალი და არის ეკვატორი 40000 კილომეტრი ხო ეგ რაღაც დროზე ვიცოდი რომ ძირი ხნის წინ დათვალეს რომ 40000 არის მაგრამ ვინ იყო და რაღაც ხო და ზუსტად ხო შეიძლება 1000-ით მაინც აცდენოდა ტიპი რაღაც დაცდენოდა რა ან ისე თქვა მე მგონი მაინც ეთქვა ტიპს არა ვიცი რა და ტიპი რაღაცი ფლოსტები ხო ის როგორ დადიოდნენ ეგენი რაღაც გადაკიდებ ტრუსიკი და ისეცო და ტიპთან ამას კაროჩე ChatGPT აქვს კომპიუტერია კვანტური კომპიუტერია კაროჩე და გეუბნები ძმა აბტყელი ასე იქეთ ყინულია ყინულს იქით საბადოა და საბადოს იქით ამერიკელები არიან ამერიკელებს რეპტილები მართავენ და არა რეპტილიებს ვინ მართავენ რეპტილიებს ფიდიდი ფიდიდი ერნა ბოზარი გამოვიყურე ეს ხა ნუ ახლა ეგრეა არ ვიცი ადამიანს რაღაც მე არ მჯერა რომ განმავლობის ტაბულა შეიძლება მაგათ ეგრე ჯერათ რა მე შეიძლება განმავლობის ტაბულა არ ვიცი მაგრამ უკრაინის ომს დედას უთხრა ხო ხო ხტები ანუ შეიძლება ეს ელემენტარული არ იყო მაგრამ ეს იქ გუმანია მუხლები მითამაშებს და სახსრები მტკივა და მე მგონი არა ეგ არის ესეთ რომ ანუ პატარა რაღაცას ვერ იგებს და დიდს ეთამაშება იქ რა იმას აი წერან რაც შენახსენე რა ბოდიშრატი ეს რა ქვია ბოდიში ლაპარაკობდი ბოდიში არ მიშველის ბოდიში შემართე ტრაქში ეს მიშველის წადი მოძებნე მაშინ რა წერან რომ ამბობდი რომ აი შენი რაღაც ფაქტები არავის არ აინტერესებს ხო არის ერთი ეგ არის რაღაცა ვითომ ძალით ინტელექტუალიზმი რომ ესე ატენე რომ იცოდით რომ ნიუ-იორკს ნიუ ამსტერდამი ერქვა ხო ეს შელდონიზმი დამეწანი ყლეზე მე რა შელდონიზმი და მეორე არის კიდე ის რომ მაგის მეორე უკიდურესობა არის რომ ყლეზე მკიდია დედამიწა რომ მრგვალია მე რა მაგით მუხლი მტკივა ხო ესე ეგეთი და აი სადღაც შუაში უნდა იყოს ნორმალური ადამიანი რა აი ყლეზე კიდია მართლა საშუალო ადამიანი ჩვენი და დროის ადამიანი ძალიან დიდი ინფორმაცია ან ზოგი მაგრამ მანქანას ატარებს მთელი ცხოვრება და რავი ის არის ელემენტარულად რავი დენიანი რატოა წითელი და შავი კაბელი რატო აქვს მანქანას იმას აკუმულატორს და ერთი რასაკეთებს მეორე რასაკეთებს რავი ან მაგია არა ხმეთ მაქნა ეს გეიღო ზეცა და გვესწავლა ასოლტიანი აგულიანი არ ვიცი რა მე სწავლობ მაგრამ ყოველთვის ეგრეა ზოგს არ შეუძლია სწავლა ზოგს ეზარება ზოგს ფეხებზე ზოგს არ უნდა მან თავი ვის არ ვინ სწავლობს იმას ვერ იტანსიას და სხვა შეიძლება ეგ მაგაზე ხა ისე უნივერსიტეტებს რომ დაუბრუნდეთ უნივერსიტეტებს ეხა ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უშვებიან რა და აქვთ ესეთი ეს აქვთ რომ სკოლებს აფუჭებენ რომ შიფტზე დაგეჭირა ჩამივარდანი რა ჩვენ გაუტარეთ და თვითონ ნახელად თვითკრიტიკა უფრო უარესი მოხდებოდა იცი კომენტარებში რა მოგაიწევ და უკვე დავიზღვიეთ მე რა გამიორდება მეგრილებზე უნდა გავთვალოთ მეგრილების ეპიზოდი დააწერე ამის გამო ერთი იმის გამო თუ რაღაც მომენტებში უნივერსიტეტებს ატენიან იმას რა დებილ ბავშვებს სპეციალურად რა იმან ვერაფერი ვერ ქნა და იმანაც აღარ გარიცხოს ფულის გამო კი ბატონო და თან მაგაზე არის რომ უნივერსიტეტებს აქვს აღებული ის რომ რასაც სკოლაში უნდა სწავლობდე ზოგადი საგნები რა მაგალითად ახლა ფიზიკა ქიმია ნაკლებად მაგრამ ისტორია დაჟე რასაც სკოლაში უნდა იცოდე მე უნივერსიტეტები იზოლებულები ხდებიან რომ პირველი ორი კურსი დაუთმოთ მაგას რომ ბავშვს ასწავლონ 12 წლის განათლება რომ რაღაცა რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი შენ
თესესეოში ხან ნუ ექსამენციო მაგრამ არ მგონია მაგრამ ალბათ გექნებოდა რაღაც ზოგადი საგენები კი რაც პირველ ის იყო საბოლოოდ ბოლოს ხვდები მე რატომ მას გასწავლეს ანუ ბოლოს რო გასწავლდნენ უკეთეს იქნებოდა რა ხო უფრო ძირითადებით რო იწყებდნენ შეგვიძლია და მე რაღაცა მედიცინის ისტორია და ეთიკას და იმას რო ბოლოს გასწავლდნენ მაგრამ ეთქობა თავიდან უფრო twins გავარჯიშებინე მე თუ რა პირდაპირ ბიოქიმია რო დაიწყო და ერთი როზინი და ერთი როზინი აქეთ რომ მხარეს ასაკეთ ანუ არ ინი ფთიერები რომ მხარეს აქ თავ მოქმედი ფთიერება მარჯვნივ თუ მარცხნივ ერთი წამალია მეორეს შხამი ნახე დაისწავლო მაგრამ მე იყო მე რაღაცები რომ კიბო რატო დაარქვა იმან ჰიპოკრატემ კიბოს იმიტომ რომ პირველი კიბო რო ნახა კიბოს ფორმა ჰქონდა ერთი დღევანდელი ლექცია მორჩა ამისთვის რატო გამაღვიძე ხო არა ეგ ეხა სამედიცინოსთან მიმართებაში არის მაინც რა და ეხა მე მაგალითად ბიზნესს ვსწავლობდი და პირველი კურსი დავუთმე იმას ფიზიკის შესწავლას ეხა ნუ ხო ეს ბაბა ბიზნესი ხო შეიძლება ეხა რა არა ჩვენ და სამედიცინო მაინც ესეთი თანთესეურო ლად ესეთი წარწყაღებული იდიოტები მართლა არის ხო არავინ ანუ მაინც რაღაც ცოდნას მოითხოვს იმ ხელას რომ თამაში უნარებიც ბარდებოდა მე რო ვაბარებდი მაშინ 100%-იან გრანტს აიღებდი ანუ ვერაფერს 2011 ჩავაბარე მე და ძალიან გავიხიეთ მაშინ ვიღაცები შუაზე რომ ჩაგვებარებინა და უფრო ისეთი იყო და მე ახლა 30%-იან გრანტს იმისაც უფრო მეტი შანსი რო გაჩნდა უფრო ცოტა ისეთი საბოლოო მაგრამ საერთოდ რა ისეთი ანუ ნორმალური ფენა იყო რა მაშინ როგორც კი უნარები ამოიღეს ამოაგდეს რა ჩემყალეთნი ხო ეს უნარები და დელფინზე წერია რაღაც ყლეობა ზოგიერთი გიორგი რომელსაც თმა აქვს ყლეობა და რაღაცა ნუ ზოგადად მაგას რო ამბობს ადამიანი მაგ გონების სავარჯიშოზე უკვე აღარ ჭირდება იქნას დაწერა იცი როგორიც არის მაგრამ ნუ მოკლედ აქეთ მომბძან ჩაჭილებში ხარები რომელი იყო რა თქვი ერ მხარი თუ აქ ხო და ნუ როგორც კი ამოიღეს უნარები ეგრევე დაიწყო რა როდის ეს ახალი მოღებული იყო როგორც 19-ში მე მგონი მე ჩავაბარე 18-ში ჩავაბარე მე ჩემ დროს ის იმას უნდა ვიცი ამის დრო როდის იყო გიორგი ბრწყინვალის დრო სტალინის ეპოქა და ამის დრო კორონამდე ჩემ დროს არა მე მგონი კორონამდე ცოტა ხნით ადრე ამოდის შენ არ გქონდა ხო 19-ში იყო და 20-ში აღარ იყო ოკეი, კაი, მე ჩავაბარე გათვალეს, იმიტომ რომ კორონაზე უნარები აღარ მოხდა. დაიტანჯებოდა ეს. ხო და ეგრევე დაიწყო ნაკადს, რომ არა, იმ საგნებს საბარებდი, უნარები ყველაზე ფან ის იყო რა. და რაც თავარია, უნარებს ვერ ისწავლე. ხო, ანუ იმ ინდიკატორ ლაკმუსია. ხო, ბუნებრივი ფილტრი არის რა და ეს რაღაცა მასწავლებელ, უნარებზე მასწავლებელთან სიგარული. კიდე და ჩემი უნარებს მასწავლებელთან, იმას რაღაცებს შეიძლება გავარჯიშოს მეთოდიკაში და როგორი იწერება, გამოცდა როგორია ეგ. ხო, ანუ შეიძლება თვითონ ფორმული რაღაცები გასწავლოს და რამდენიმე მას უგანო შეიძლება ის პატერნი დაგამოგვამებინოს თორე ხარ. უნარებს ქონდა ყველაზე დაბალი ქულა, მე რაც წავიღე ზღათაშორის 60 ქულა მქონდა 80-დან. უნარებს რო ემზადებია დედა ჩემთან დავდიოდი ეგ არ არის დაბალი ანუ ყველაზე 78 მქონდა ქართულში 100-დან 88 მქონდა ინგლისურში 74 და 67 მქონდა ბიოლოგიაში ქიმიაში და 79 ქიმიაში უნარებში კი არა ინგლისურში მაშინ წერილის იმაში აი მან დავიხე რო ისე 4 შეცდომა მქონდა მეც მან დამაკლეს მარტო ქულები თურმე რა არის იცი ის ბოქსი ხო არის 5 ქართულად მაგას თუ გადაცდი ქულა გაკლდება რამდენჯერაც გადაცდი თელი წელი მეხოცებოდა ჩემ მასწავლებელი თემის წერა ისწავლე თემის წერა არ ვისწავლე და მე ვიღე რომ ბოლო დღეს ვისწავლე და იგი ძალიან კლევრად გასწავლიან თემას ანუ ბავშვი როცა ხარ 12-ზე ჯერ ახლა ამის რაღაც სახე დაწერე ხატული რას ნიშნავს სახე სიტყვა ხატვა იქით და სახე თან არის იქ სწორი ქართულში განსაკუთრებით იცი რაც უნდა დაწერო შენას ვაინს ვერ დაწერ ბოლომდე რა იმიტომ რაღაც სიტყვებს გატენიან ეს არის რაღაცა მორალურად მინიშნებს გაძლევენ ახეთ წამოდი ხო აი ყლეობა და უბრალოდ უთხარი რომ აი მე ასე მივხვდი გაროჩე რომ აი ფილმის რევიუებს უყურებდი YouTube-ზე რა და რაღაც მომენტში დავაკავშირე რომ ეს არის ხატული სახე და ეგ უნდა დავწერო. თორე მასწავლებლები რაღაცები რაც გეუბნებოდა არის რომ რაღაც სიტყვებს გაზაპირებდნენ რომ ეპითეტები დაიმახსოვრე რომ მე ესენი დაწერო ამ პერსონაჟზე. და ის წერაზე უნივერსიტეტში ჩაბარება არის ძალიან რაც კულტურული ის გახდა ამბავი რა ანუ სირცხვილი ანუ ხო არის რა ჩააბარებ რა ხდება ვერ ჩააბარებ რა ხდება აქ არის სული უბსულში იჩეხები ჩაიჭრა და დებილი და ნუ ახ მე ესენი ყველაზე მეტ ფულს შეულობენ ეს მაგრამ ანუ ძალიან გამყოფია რა რაღაცების მაგიტოა ის ევროპის ქვეყანა 9 კლასი გეუნები ისწავლებ მანქანის ხის ხელობა 15 წლის ბავშვები ექთნენ საუზბილო მუზეუმში 18 წლის ხარ 2500 евро ხელფასი ექთნობა იცი იდეალურად და ევროპის მასშტაბით ამერიკაში და დასავლურ ქვეყნებში სადაც წადი იცხოვრე იმუშავე არც ხვენია კი არა პირიქით რავი
16 იმ აუზბილობსაც რო სწავლობთ ან 3 წლიანია 1100 კაც პირველ წელს 1200 მესამე მეორე წელს მიდრომაც მაგარია რომ ეს 16 წლის ბავშვი თამაშობს ვაიმე საწყალი და რაღაცა და რა ოჯახს უჭირს ხო და რაღაცა იქნება იმ ბავშვს უნდა მუშაობა მაგერ 40-ის არის როჯისა ზვიადა და არის აქვს გამოწოლილი ვერ ცხოვრობს ვერა იწვალოს დედამისმა კაცო იტალიაში ხო რა ანუ და ეს ვაფშე ეს მუშაობისკენ მიდგომა არის რა ახალთაობას მაგიტო ვერ იტანენ რა ხო ზუსტად კი რომ აი ეს პიდარასტი სამსახურში გასაუბრებით აუყვანია ნაბოზარი ეს შენ სივიძ გექნება შენ ხალის მოვება რეზიუმე ენა პიდარასტული ფოტო აქვს შენი განვლილიც გამოცდილება შენ ასივი უნდა გქონდეს რა ექსელი უნდა ვიცოდე შენ ნაბოზი ხო მაგრამ ზულთ კარგ შეესა თაობა რა და ზულთ რა შურია რა ზოგადად ისეაც ვერ იტანენ ანუ ის ზოგადად ქალების გამო ხო მე მჯერა ყველაფერი ქალების გამო ხდება რა საოცრები გეთანხმები ანუ ქალების თავი მოაწონე ქალების ყველაფერი ქალების არის ანუ შენ ფროიდულ ფსიქოთერაპიას ფსიქიატრ ფსიქოლოგიას ეხურები ფროიდი რა მართალია ჩისტა ევოლუციურია ჩისტა ევოლუცია არ ფროიდი ვაფშე არ მოვაგებს ამას არის მისი ეს ფილოსოფოსია ხო ეს ამას შეუძლია დიდი ციგნი დაწეროს და ვერაფერი ვერ გაიგო ხო და ქალების იმანაც რომ ისიც რომ ბერდება თვითონ შენ უკეთეს ქალებს იმაშები და მაგიტომაც იმათ მაგალითად ამ მოწინააღმდეგე ხარ თვითონ ალტიმფოლები თვითონ ისინი რო არის მე ვიცნობ ადამიანს რომელიც იც გეუბნება რომ თქვენ მაგარი ნაშრომებს თქვენ უეჭველი თან თქვენ მტყნაურობთ იმიტომ რომ გარყვნილებაა და თან ან იქნება მეცმატყნაური იმას თუ დაკვირები ხარ ზუსტად მაგ თემაზე ვიღაცა არის ვიღაცა უკრაინელი ჩამოსული აქ არის ბათუმში აჭარაში არის ვიქტორია რა ქვია პორნოვარსკვლავია არა მელინჩუკი თუ რაღაცა ვიღაცა არის რა და შორტებს იღებს პროსტა არაფერს რაღაც ბათუმიდან 2000 მეტრში არის ეს ჩანჩქერი და ნუ პროსტა ის არის რომ მარტო ვიდეო ყურებს ხალხი რომ ეს ჯერ ერთ ლეგინგები აცვია არა ვაფშე არაფერი არ მაგრამ ნუ ხალხი მარტო მაგეთო უყურებს მაგრამ კომენტარებში რომ შედიხარ იქ წიკვინებენ ეს ქართველი მანერები ვიქტორია knows what she does საკითხებ რატო გაცვია ეგრე და საქართველოში ესე რატო დადიხარ და რაღაც ქართულად ლაპარაკობ ხო ქართულია? არა, უკრაინელია, მაგრამ ქართულია. მაგარი ვიდეოა. ერთსა ნუ ჩამიგდეს საღამოსთვის. თამაშო იმაზე აფრენ კიდე ბორდელებზე ნახე. ბორდელების ამბავი. თან კაცისთვის მე რაც მეტი წლები გამატება, მით ადვილი ხდება სექსის მიღება რა. კაცისთვის მე ეგრე ვხედავ. შეიძლება იმ ასაკში მიიღო რაღაც სპონტანური რაღაც შეყვარებული რაღაც, მაგრამ მე მეთოდური ფული გაქვს, სახლი გაქვს, მანქანა ყავს. უფრო ადვილი ხდება. მაგით ჩვენ ბორდელის თემას ვერ ვამოღავართ რა. ბორდელებზე ნიკოლოზა მჟავაზე რატო იხევა შუა? არა და რავი, ეგრო ბოზებში დადის ალბათ. ხო, სანაპიროზე ახლა რო გაივლი, კაროჩი ისეთი მე არ მივა მეცოდება დეიდა და ბებია უნდა ეძახო იმას და ვერ როგორ გეკადრება და ალბათ ხო და მაგიტომაც მე წინათაობაზე რომ ხერო გადავიწიოთ. ხო და მაგიტო იმაზე რომ ვერი მაგასაც ხო ხდებიან ეგენი. კი იძახიან რომ გაპის გაბოზდენ და ვითომ რაღაცა ისმანა თან შური და მე გუთქვიათ კიდე რომ გამიჩიდნენ. ჩამოვალ და მომაწყნე. ლანზეც ეგრეა კაცო და ყველაფერზე რავი. რაზეც ესენი გამოდიან და საჯაროდ იძახიან რომ აი დაამკვდალო და მე მაგაზე საუკეთესო ვიდეო ეს არის ვიღაცის მინი რო გაიჩიტა რომ პლანიც მომიწევია გამიგე, ქალებთანაც ყოფილა გამიგე, ყო ციგარე, ამათნაირი გარყვნილი მაინც არ ყოფილა რა, მათ ტრაქშის მილაურია. ყველაფერი ვიკეთებია, კაცო. ნუ მოკლედ ავიცი რა, ეს ძალიან უცნაური. ძალიან რთულია მენტალ დაჟე მამისთვის, სულ გულწრფელად იღებდეს შვილს, მამისთვისაც რთულია იმ მომენტის გადალახვა, რომ შენ ეს ჯობია რა უკვე, თუნდაც ინტელექტუალური და ნიჭით შეიძლება ჯობია, მაგრამ დროა ამის, ტაიმინგია ამის, ამან ახლა აქ ამას შეუძლია მაღაზიაში გადავიდეს იმიდან რავი 2 კილომეტრი ფეხით და შენ კაროჩი მანქანა თუ ვერ დაგოკედი და შო დანძრეული შო მორჩა მაგის მამისთვისაც კი მაგას ჭირდება ცა ილიას კალიბრის ჭირდება რომ კალამი გვერდზე გადავდო ახალი თაობა ახალი მამრი აკდებს ძველს რა კაროჩი და სულთად ირემი რომ ცეკვავს და რაღაცა ჩიტები რომ უცეკვ ადამიანები რო ვართ გვაქვს მოვალეობა რომ ეგ დავძლიოთ მოც ჩვენ ძალიან ახალია რაც ადამიანები ვართ პროსტა ჩვენ ეს ქერქი რაც გაგვიშთა იმდენ ახალია იმ პერიოდში მე საკითხავია კიდე ადამიანად წოდებულებიდან რამდენია მართლა ადამიანი
ნამდვილად არ მართლა რა 60 IQ ჩემი აზრით. ხო და ჰიტლერზე რა სამობდი შვენიერი მხატვარი, შვენიერი ულვაში, მე მით ნატალიას სტალინის ულვაში მოძრაობ, მაგრამ ნახე ეს მოქვს ფეიკი, ჩემი მარტო აქ არის რა შუა. ესენი მიწებებული მოქვს. არა, ულვაში ძალიან კარგი რაღაცა. აი ეს რას ფიქრობ ადამიან კაცს ულვაში ხო უნდა ქონდეს. ულვაში კაი, მაგრამ ბლანჟე უკვე წო ხო შენ ხალებს მაგით. მაგ ილიას ქონდა ჭავჭავად ბლანჟე გალაქტიონს რა გინდა. არ ვიცი მე ვიღაცა ყლებს თუ მიხსენ. იბადება ხო ეს ცოტა ისეთი ხო არ არის. არა ძმაო მე გეუბნებიან რომ არიღებენ თან არანაირ პასუხისმგებლობას ეს ვიღაც ტიპები რომ მთელი ბავშვობა რაღაცებს გასმენინებენ რა შენ და უნებურად და მე იაზრებ იმაშები ყლეობებს მელაპარაკებოდა ბევრი და მასაც ხუმრობაც უყლეული ისიც ასე და არის რა კაცების ზამბე მე ზოგად კაცების ზანდილგუშა უყრას ამ ყლე ფემინისტურ რაღაცაში მე კაც ჩემ უბანში ძმაო მართლა ყველა კარგად ამყოფს ქალის პანაშვიძე მე არ ვარ ნამყოფი მართლა გეუბნები და კაცი აღარ ცხოვრობს ჩემ უბანში ძმაო მამა ჩემი იყო ახ ბოლოს და ქალები ყავთ მაგას კი ვიზა უოთ სადღაც არის რა ეს კაცებს კი აბა მის რაღაც ესეთები არიან არა სადღაც იტანჯებიან კიდევაც და იხოცებიან ეს კაცებიც რა მაგრამ იმიტომ რომ ის არა ქალი მაინც რაღაცა ერთი იმით იზრდება რა ჩზდიან რაღაც არც ბიოლოგიურად აქვს რაღაც ის სიგიჟე 200-იანი ვიცოდით პაპაროჩი არ შედის რა მაგრამ კაცებსაც აქვს რაღაც გასახანი არა აქვს ძალიან მეწოდება კაცი რა ამ ქვეყანაშიც მაგარის ქალიც ხო საწოდავი ამ იმაში უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს სინამდვილეში ოჯახის დონეზე მაინც არის მატრიარქატი საბოლოო ჯამში ფულს ქალი აკონტროლებს ფულის შემომტანი ქალია დაიცაცხანებს რაღაცას ის როც მაგათ სოლს რომ მოიყოს შო კარგად იყავი მეყოლე ვარდივით მეც მაგასთან მეშინია მისვლა და ერთად რო გვეძინა გაროჩე ხო სტუდენტობის დროს ერთი მასში საწოლში რომ მეტი რაღაც ჩაჯოჯგრები რო ვიცეკით აი ხო ვერ მივიდივარ, იმიტომ რომ იქ თვალები და უფროსი ხო. აშენ არ დაგდოთ შეიძლება უხარია იმას ვისვლა, მაგრამ მაგ უნდა გათვალო დოზა, ხასიათის რაღაცისა და ის სოციალური დონეზე ქალები აკონტროლებენ ყველაფერს და თან просто და კაცებსაც აქვთ ეს რაღაცა ახლა იმაში გადავა მართლა ფემინისტში გადავა, მაგრამ ტოქსიკური მასკულინობა აქვს მართლა შეტანილი კაცები რა დავდიო და რაღაც. კი, ბევრი არის ეგეთი. სინგლში კაცობა არის პასუხისმგებლობის აღება და ეს რა ქვია, ოჯახის მოვლა და შვილების გაზრდა, რომელი აკეთებს ეგზისტ. სადღაც ეგ აგრესიის მაგ კანალიზაცია ხო უნდა გააკეთოს მაგ აგრესიის და ეგ არის სუფრა თავისნაირი გაჭირვებულებში და მე იქ მე მან გინება ის არის ანუ რა მანდატორი არის კაცო ხა თუ არ შეაგინეთ სხვანაირად ესე იგი ანუ არ გაქვს ბიჭო იმათი გაგებით დალაგებული სიტუაცია აგრესიის კანალიზაცია არ არის ეგ არის უბრალოდ მაგათ დააჯერეთ ანუ კანალიზაცია არის რომ აი საწავიღო და კანალიზაცია ხა იმას ხმარობ ზურაბიშვილი ეს ტერმინი არც ყავს არც გვეყოლება ჯარი თრაზე საწავიღო და აი ესე გამოავლენ შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე აკეთებდნენ მაგას მაგრამ მაინც ავლენ რა და ესენი ამათ ნასწავლი აქვს რომ ეს არის კაცობა რომ აი მიწიდან უნდა დალიო ღვინო გაიგე ვიდეო ნანახი კი რაც ნანახია რა დამილევი და მიჭრია და ჩამისხია და მაგ ვიდეოში არის ერთი ეს ხომოდიან ეს ღორები ხომოდიან და დახორიყონ ესა და ერთი მოდის და და თავით კებხობა რა მაშინ რაიც გაზეილოც ეს ტრადიცია გადაშენდებოდა ძალიან ის რო იყო ილია უნის ლიბერალი რო იყო ეს ტრადიცია გადაშენდებოდა არა ძმო მაგ ვიდეოში არის ფოტოშოპში ჩანს ძალიან კიდე ერთი ცუდი რაღაცა არის რომ ეს ღორები ხო აქ ფუსფუსებენ თავისთვის და გამხდარი პატარა ახალგაზრდა ბიჭები ყავთ რომელიც ასხამენ ამ ბიჭებში ამ ღვინოს და მოდი ეხა შენს დალიებოდი მაგაზე ადრე ხოროვაც ქონდა რომ ესე ცხოვრობენ ესე ჭამენ ესე სვამენ ესე ძინებენ ესე იმაში მე 40 წლის გადაყირავდება გაროჩე და რა მოვიდა ექიმთან ეგარ დადიოდა წამარსულიში და არ სვამდა გაჟივით იყო კაც რა მოვიდა ხა 14 წლის ასაკში რა მოვიდა ბიჭო და ხა კაცის ორგანიზმი ეგეთია რომ რაღაცნაირად გემოტება მitmeti კუნთის მასა გჭირდება რომ ჯანმრთელი იყო მართლა ანუ არ შეიძლება კაცი ცხიმის დაგროვება მიუჩვეველია რომ მონადირე ხარ რა სულ უნდა დარბოდა კაცი სანამ არ დაბერდებოდა გარშე ფეხი არ მოწყდებოდა მაგრამ დარბოდა და დიაბეტს უაერიდო შაქრის იმას რომ ჭირდა მეტი და მეტი კუნთი აი ასე ბაბუა ჩემი ცხონებული ასე დიდი მაგრამ 72 წელი გიცოცხლა მეტი შეიძლება მაგრამ მეცოდები მაგიტომ რომ რაღაცა ის არა აქვს ვექტორი კაცებს რა რაღაცა საქართველოში მუღამით არ დავამარცხოთ რა ზოგადად სხვაგან ვარჯიში რა
არჯიში და ავოკადო. დაუკურებული ვარ რა, ეხლა მაგალითად ამერიკებში რო ვიყავ, იქ ხმა ის ხალხი ვარჯიში და გამერჩევდა, მაგრამ სადღაც 20 წლის ასაკში იყვნენ და ღიპები არ ქონდათ ახალგაზრდა მაწვილებს. მაგრამ საქართველოში აი მეც უკვე არ მეც. ხო, ლუდმა. დიეტის ეს არის ჩვენ უფრო მეტ ხორბლეულს ჯამთ და ცომეულს ალბათ. ორი ვარჯიში უნდა კვირაში 10-15 წუთიანი და საერთოდ ვერ იგზავნა. გაიგე ირაკლი, სად არის? შეიძლება Russian twist ეგეთი ვარჯიშია სიტები მუხლებს და რაღაც 10 კილოიან გირაში. ახლა ესე და ასე ყველაზე ადვილი. ეს აწევას და იმაზე გაცილებით ადვილია რა. და გვერდიდან წავს განსაკუთრებით ასე რომ იხრები რა. ორჯერ თუ 4-ში ანუ 50 რო გააკეთო შესვენებებით, კვირაში ორჯერ ჩაიწერე რა. რაღაც ჩაწერე უნდა გე. გადაიღე კაცო. ამოუჭრათ და შევინახოთ. ხო რა ვიცი, ყველა თემას მოვედით რა. ADHD ხო არ გვაქვს? არა, მე შიგ მაქვს ზოგადად. არა, ADHD არა. ჩუქნით იმას რომ ყველაფერი ამოჭრა? ეს ახლა აჩუქე იმათ ხო რომ ეს ამოჭრა? ამოჭრა კაცო დამიხიო ყლეზე. TikTok-ზე for you მეთქის რო უწერიათ ეგ მეთქი. ხო, ან მაგარი რა არის, ეს ხო შეუყვეთ მე. არა, ამოჭრეს ხური ხო იცოცხლე კაცო. უნიჭოები არიან კაცო, ეს ხო შეუყვეთ ეს გური მიტირა რომ ესენ ჩემზე იღადავეს და შალვა მიშველე იმან კაი დაგაჭრევინებო და გაყლებები ამოჭრეს კაცო. ბევრად უფრო სკანდალური რაღაცები, მაგრამ მარტო ბენა თქვა მე ამას თავი გავალებად და ამოჭრეს ლევან ბერძენიშვილის პაროდიას რო აკეთე. იმიტომ რომ მოწყალია. ეს იყო გაფრთხილება შეთთვის რა. რეალურად რომ ვიცით რა შეიძლება რა. ხო, ფეხებში გესრუხემოთ, მიწას. მაგრამ მან მაინც საცილო ის არის რა ის რა ქვია იგი. ამას კი არ ამოჭრინა. ბაკურფაიძეც ხო აკეთებს ახლა ჩვენზე ვიდეოებს და ჯერ გააკეთა პირველი ვიდეო, სადაც ანუ ჩვენ ვეგონეთ ის რაღაც ტიპები, რომლებსაც გვიტყდება რომ ნაცებს გვეძახიან და რაღაც ეგეთები რა. და კაი ჯანდაბას ახლა რა პრობლემაა? კაცო ყოველას ნაცებს ეძახიან, ვინც მაგათ ხარეს არ არის. რა პრობლემაა? კოლექტიური. ხო და პირიქით უნდა შეიფერო ადამიანმა რა რომ კი კაცო შენნაირი არა ვარ, მადლობა ღმერთს. ხოცი არ ვიყო და ნუ ეგ თავია ვერ მიხვდა რა. მე ამა ეს სიტყვა ვიდეოებში ჩაუჯდა რა ჩვენ ვიდეოებს და აგერ ახლა გუში თუ დღეს დადო რა ახალი ვიდეო და იქ ამათ ეს ვიდეო არის ამოჭრილი რომ სადაც იძახის რომ რუსეთზე მეტი გარყვნილი და პიდარასტი და ფარისეველი მართლა პიდარასტი რა რაც არის რუსი. და თავი ჯარით დაწყებული, რა ვიცი, ვები დამთავრებული რა, აი რითიც გინდა რა. საპილმენტად. ხო, ყველაფერი ეგენი არიან, მაგას იძახის და ეს უცებ ვიდეოს წერს და აშკარად დაბნეულია და აი გრაზე გვაჯვობს რომ ბიჭო თქვენო ხო ევროპა გინათო და LGBT უწევს რატო შეურაცხყოფ და მაგ სიტყვასო რატო ამბობ ობა და წაისვა პროცესში. ხო, რა უცებ მეგისკო და რომ ვეღარ მიხდა რაზე დაეჭვა და მე ვერ ვიხუმრებ მაგ თემაზე. მე შეუმდგარი იუმორისტი ვარ და მე ვერ შევეხები. საყვარელი იყო იმედა რომ თან მაგასაკში ჩემს თევზაობა და ის არის წერვა ნადირობა. მე მგონი წესით კი უკვე გადახვიდე უნდა მაგით თვა რა. მე უკვე დავიღალე ტელეფონით და რაღაცა. ხო, მაგრამ ნახე, შენ უკვე გავიარეთ ეს და მაგან ეხა დაიწყო. სადღაც 1-20 წუთში მაგურს ამოწევს 50 წუთში ვიქნები და TikTok-ის ისო ჩამოვიკიდებ თავს. ან ჩავამკიდებ. ძალიან მცნავი რაღაცა ეს ზოგადად ეს YouTube-ერობა ეხა მე არ წარმოვიდგენია ეს რომ რაღაცა 10 წელიწადში რაღაცა YouTuber კარიერა არის რა 9-ზე მოდიხარ და ვიდეოს ჩაწერას იწყებ ანუ BMN-იც ეგეთ ჩენელი? ვინა? BMN. BMN? არა. ძალიან კაი TikTok-ზეც იქნება უეჭვი. ანუ ეგეთ კაცებს რა ყლეობებში მაგას გეუბნება და BMN დამთავრებს. Don't call in sick, diet job, BMN. ხო. ანუ ეგ გონია რა, ეგრე უნდა დაამთავრო კაცმა რა. ვიყავი კაცი. არ შეხვიდე ტორმოზით მოსახლეობას BMN. დალია და გაატარებ. ხო რა. დალია 10 დღე გადამულათ. მოკლე. BMN. აპოი კაცობა მეტი რა. ძალიან კაი ის არის. უნდა ვიცოდეთ ეგ ისა Instagram-იც აქვს რა. Instagram-ის აქვს და ძალიან კაი რაღაც smell your dog's ass. ერთი ეგ აქვს ძალიან სიგიჟე გავა. შენ მოგეწონება ესეთი ის არის რა ქვია TikTok-ზეც არის, მაგრამ YouTube-ზეც უდევს ვიდეოები ბევრი. Home-s ქვია. Home-s, ანუ ბოზების მათემატიკა. Home-s, ხო და ეს რა ქვია, იმაზე ლაპარაკობს რა ქვია, ქალები როგორ ფიქრობენ, კაცები როგორ ფიქრობენ, რაღაცებზე ლაპარაკობს და თან როგორი აუტისტურად მეკეთებს. იცი, ქაღალზე ხატავს იმას, გრაფს და რაღაცა. ეს პლეინერია ხო. ქალია? არა, კაცი. მაშინ უყურებ. აუცილებლად. მე ხაზ
სექსისტი ნომეგია, მაგრამ ხალი კაიჩენებს ვერ გახ. ხო. არა, ბუნებრივად ეკრია. ანუ ინტერესები არ აქვს, როგორ გააკეთებენ ეგრევე. ეს ხომ მონაცემიც ხო გინდა აი. ეს რატომ გონია რომ მოგიწვედი გადაცემაში? ხალხი ყოფილიყარ არა. გაიცი. ბრუს ჯენერის ეპოქაში რაღაცებს ნუ გათვლი წინასწარ. ხო, ეს არ არის გამორიცხული, რომ უცებ იყო ხალი, ხო? ძალიან. ამ უნდა დავიტოვო ალბათ. ზევით გადაიტანე. აკრობაკი. ჩოლკა ულვაში. აი, თქვენს კაი უსაქმურები ყოფილიყარ ჩემი. საოცრად. აი, ისეთ რაღაცებს ბირჟა უნდა ერქვას. მე მინდა და ბირჟა, ინტელექტუალური ბირჟა. პროსტა პოლიტიკაზე სანამ ვფიქრობთ, მაგრამ მე პოლიტიკა ჩაერია თქვენს ცხოვრებაში. მანამდე მინდა და მე თქვა ებესეთკა, ანუ იმეილის ფონდში და იტირებესეთკა. ან აიფონის ფონდში აიბესეთკა. აიბესეთკას გავიგია კი. ანუ ახლა გადავიხარ. შენი დედა მოწყარა გადასულად არტი ამ ხალხს. ელექტრონული ვესეთკა მათ წაგართეს, ახო ის იცოდეთ ბიზნეს ბრალი ეს ყველაფერი. სემიჩკის ინტეგრაცია გაგიჭირდებოდათ. ნუ აქ კი ოღონდ სემიჩკის არ მეთქვის გაზეთშის გაკეთებდი მაშინ. პიპოროპიდის ხო. 5 თეატრათა ცოტას რო გიმატა. ეგ კულტურაც კი მოსწეს მე მგონი, მე აღარ მინახავს არსად ეგ კულტურა. სემიჩკა ხო ზესუმზირა ხო უკრაინა, უკრაინა ხო. იგი ერთ უკრაინა და რუსეთი ხო ერთი ყლეა. ეგერიც მაინც მე მოძმერია. კაი, ერთი ყლეს რო იზახ უკრაინას დიდი ყლე მაინც თუ ეს დიდია დედამო დიდი ყლეა და უშად რუსეთი და პატარა ყლეა უკრაინა. ისე ერთ ყლეს ანაირად ეძახ. აი, ამასინაც დამთავროთ, ამასინაც შემხვდა, ამასინაც დიდი ხნით წინ ახალი დაწყებული იყო ომი უკრაინაში და შემხვდა ვიღაცა გრუზინი წერს, მას რა ქვია, რომ ეს უკრაინელები მრავალი თესლით გაკეთებული ხალხია, ეს რუსები, მონღოლები, რაღაცა ეგენი და რაღაცა და გადავედი ამის იმაზე და არის როგორი ყავისფერი იცი. აი, ვაფშე ყველა რასა იყო. შეიძლება სოლარიუმის ზაგარი მიარტყა. კარგი ბატონო. არა, მოდი სანამ დავამთავროთ, მაინც ნუ ეხა რთული კვირა გულს კი ბევრი ვიღლიცნიეთ, მაგრამ მაგით დავამთავროთ საბოლოო ჯამში და მაინც თავარ სიტყვას შენი თქვი ამასთან დაკავშირებით და თავისუფლება ბიჭებს და გოგონებს და ქალებს და ყველას ვინც ამ პროჭებმა ბოზურად გადააჭასვეს ეხაში. მე არ მჭირდება პოლიტკორექტურობა და იურიდიული ტერმინებით საუბარი. ეგ იყო ბოზური ძმა. კი. ყველაზე ბოზურები არიან. ესეც და მოგიწევთ მაგალითად თუ იარ მაგ ბიჭებს არაფერი არ იკარგება არსებობს მასის მოდივების, ენერგიის მოდივების და ქმედების მოდივების კანონი. ქმედება იწვევს უკუქმედებას და მაინც დაგიბრუნდება და რაც ნაკლები დაგიბრუნდება თქვენთვის უჯობია. კი ბატონო. სახათ გენიალური ვერ არაფერს ვერ დავამატებ. კი. მადლობა მოკლედ ჩვენი პირველი. ტექნიკურად პირველი სტუმარი იყავი რომელიც ლაპარაკობდა. ლაპარაკია. როა მომჭათ ახლა მთლიანად. კრუპნი კადრი ვაფშე არ არის. კრუპნი რატო არ არის? ხო და მოკლედ ძალიან გაგვეხარდა და წარმატებები შენ ძალიან გაგვეხარდა წარმატებები სხვა ბიჭებს მე პრინციპში შენს გელაპარაკები მაგრამ იქაც უნდა ვილაპარაკო ხო და მათე ასევე შენ დაასრულე ბოლოს სიტყვა თქვი. ასულა კარგი. ნახონს. ჩემს თავისუფლება ყველა. ოპ, აი ეს. თავისუფლება ყველას კოცების გარდა. კოცების თავისუფლება. მადლობთ. აი მეც რაღაც წავედი თორე ნიფჩეკმავენ. რიგაში მივიდა. აჰა. აქ